ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო მეგობარი აქტი. კონგრესში სულ 433 კონგრესმენი არის და აქედან 359 კონგრესმენმა, კერძოდ 168 რესპუბლიკელმა და 181-მა დემოკრატმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად უკვე ორპარტიული კანონპროექტი არის და მას აქვს 80%-იანი მხარდაჭერა. თუმცა აგრეთვე 42-მა კონგრესმენმა წინააღმდეგ მისცახმა, ხოლო დარჩენილმა 42-მა საერთოდ არ გამოიყენა ხმის მიცემის უფლება. ზოგიერთი კონგრესმენი სიტყვით წარდგა ამ კანონპროექტის მიღებამდე, მათ შორის არის ავტორი ჯო უილსონი, რომელიც არის სამხრეთ კაროლინიდან რესპუბლიკელი კონგრესმენი, მან ისაუბრა ამ მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე და ზოგადად რო ვისაუბროთ რა შინაარსი აქვს მეგობარი აქტს. მეგობარი აქტი მოიცავს ძირითადად შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაზე და რა მოხდება, ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ ეს კონკრეტული პირობები, რაც ამ აქტში არის მითითებული, არ იქნება დაცული. კერძოდ აქ არის საუბარი ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაზე. აგრეთვე საუბარი არის იმაზეც, რომ ეს კონკრეტული კანონპროექტი ითვალისწინებს გადახედვას ურთიერთობების, მათ შორის სამხედრო დახმარების და სხვა ტიპის დახმარების პაკეტების, თუმცა სიტყვით აგრეთვე მიმართა კონგრესს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს აჯილდოებს სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში და სწორედ ამისთვის აქვს მეგობარ აქტს მეორე მხარე, ასე ვთქვათ. ეს მეორე მხარე უკვე ითვალისწინებს თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო დაუბრუნდება პროდასავლურ კურსს. და ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ გაძლიერდება და ვაშინგტონი დაიწყებს მუშაობას ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე, აგრეთვე სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობაზე და ასე შემდეგ. ეს მხარდაჭერა ბრაიან მასტის ალბათ გარკვეულწილად სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ის კონგრესმა აირჩია კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და თავის დროზე სწორედ იმით იყო გამორჩეული თავის კონკურენტებისგან, რომ მას ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერა და სწორედ ასე უფრო გამარტივდა მისი არჩევა, რომ ის პრეზიდენტის მხარდაჭერით სარგებლობდა. სიტყვით გამოსვლთა შორის აგრეთვე იყვნენ ისეთი კონგრესმენებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კონკრეტული კანონპროექტის მიღებას. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ უფრო სხვა საკითხებზე გაამახვილებდა ვაშინგტონი ყურადღებას, რომელიც არის გათვალისწინებული სწორედ აი ამ ამერიკა უპირველეს ყოვლისა დღის წესრიგით და მაყურებელს შეუძლია ახლა მოისმინოს კონგრესმენების კომენტარები. Unfortunately, our bilateral relationship with Georgia has been სამწუხაროდ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მართველი პარტია ქართული ოცნების გადადგმულმა ნაბიჯებმა აგრეთვე მათი ჩინეთისა და ირანის მთავრობებთან დაახლოებამ დააზიანა. პროდასავლური და დემოკრატიული საქართველოს პოტენციალი აშკარაა. შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილი აქვს და რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენების დაბალანსებისთვის შესაძლებლობას ქმნის. მხარს უჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ბატონმა უილსონმა წარადგინა, რადგან ის იზიარებს მიდგომას ამერიკა პირველ ყოვლისა. კანონპროექტი სანქციებს უწესებს რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და პროევროპულ მომავალს. აგრეთვე კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებსა და დახმარების პროგრამებს გადავხედოთ. აგრეთვე მოვითხოვოთ დეტალური ანგარიში საქართველოში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივასაც თავაზობს, როგორც კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ გზას. კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის გაუმჯობესებულ ორმხრივ კავშირებსა და სამხედრო თანამშრომლობას. შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. მეგობარი აქტი ქართულ ხალხზე თავდასხმა არაა. ის ცდილობს დაეხმაროს ქართულ ხალხს თაღლითი მაღალჩინოსნების დასჯით ან მათი შეერთებული შტატებისგან დისტანცირებით. on the Georgian people. It seeks to For more than 155 days, the freedom-loving people of Georgia 500 დღეა, რაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს და შეუმდგარი საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში ამყოფოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა მძიმე ბრძოლებით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას ძირს უთხრის არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებზე გაყიდოს. მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, რომლისთვისაც შავ ზღვაზე პორტის გადაცემას აპირებს. ეს პორტი ქართველი ხალხის უნდა იყოს.
And America The United States has long supported freedom in Georgia and now ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ეს კანონპროექტი სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. მეგობარი აქტი ითვალისწინებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების შეფასებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის, ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. ეს პირები დასანქცირდებიან, რაც ხდება ფაქტობრივად რევოლუციაა. პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ქვეყნის პუტინთან დაახლოებას ცდილობს. კანონპროექტი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როცა ის ქვეყნის კონსტიტუციითა და ხალხის ნებით დადგენილ საგარეო პოლიტიკურ კურსს დაუბრუნდება. I generally support everything that the chairman supports. ტრადიციულად ყველაფერს უჭერ მხარს, რასაც თავმჯდომარე უჭერს. თუმცა ეს კანონპროექტი არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული და ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ამას მხარს არ დაუჭერენ. არ უნდა ჩავერთოთ ყველა იმ კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და დამატებით კონფლიქტების ძებნა ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართულ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის მიმართ თავდაცვაზე ჩვენი ვალდებულებების ზედმეტი გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს რუსეთისგან დაცვა რეალურად არ შეუძლია და ისინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავენ, რაც ნატოში გაწევრებისთვის მინიმალური მოთხოვნაა. ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანია, ამ მინიმუმს არ ხარჯავს. საქართველოს ეკონომიკა არც ისე დიდია. ამრიგად მეტიც რომ დახარჯონ, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების ეფექტიანობას ასუსტებს. ვიმედოვნებ, რომ კონცენტრირდებით ამერიკა პირველ ყოვლისა მიდგომაზე. რა თქმა უნდა, მეგობარი აქტი ჯერ ბოლომდე ძალაში არ არის შესული, მას კიდევ დასჭირდება რამდენიმე ეტაპის გავლა. კონკრეტულად, შემდეგი ეტაპი ამ შემთხვევაში უკვე იქნება, რომ ის უნდა განიხილონ შეერთებული შტატების სენატში, სადაც აგრეთვე უმრავლესობა აქვს რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ სენატი დაამტკიცებს მეგობარ აქტს, უკვე კანონპროექტის სახით ის უნდა მივიდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე, დონალდ ტრამპამდე და დონალდ ტრამპმა საბოლოოდ უნდა მოაწეროს ხელი ამ კანონპროექტს, თუმცა ჯერჯერობით უცნობი არის თარიღი თუ როდის მოხდება მისი განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში.